ბრძოლა იქნება ბევრი სიურპრიზი გელით. თუმცა აქ გამარჯვებული მხოლოდ ერთი გვეყოლება. ეთერშია ყველაზე მუსიკალური, ყველაზე სახალხო და აზარტული შოუ, რომელიც აერთიანებს მელომანებს და არა მარტო მელომანებს. აქ ვიკრიბებით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეთერშია ჰიტ შოუ. მე კი მისი წამყვანი, როგორც ხედავთ, ანრი ჯოხაძე გახლავარ და დღეს მე ამ გრანდიოზულ სტუდიაში მარტო არ ვარ და არც ვაპირებ მარტო ყოფნას. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მუსიკალური ლოკომოტივი ჰიტ ბენდი. კლავიში თინუკა კანდელაკი. ბასი ბეკა ბოლქვაძე. გიტარა მიხეილ არახამია და დრამი მშვენიერი ანა დუმბაძე. წარმატება მინდა გისურვოთ. ჩვენს შოუში ბევრი სიურპრიზი გელით. წესები არც თუ ისე რთულია. ჰიტ შოუ შედგება 5 რაუნდისგან, სადაც მონაწილეობას იღებს 4 ადამიანი, საიდანაც 2 მოიპოვებს საგზურს დიდი ფინალისკენ. თუმცა აქ გამარჯვებული მხოლოდ ერთი გვეყოლება. ახლა კი ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჰიტ შოუს პირველი 4-ეული. მსახიობი, ტელეწამყვანი, კაცი ნიჭიერება არჩილ სოლოგაშვილი. გამარჯობა. ჩემი სიყვარული, ჩემი მეგრული სიყვარული, უნიჭიერესი მსახიობი, ქალი პერსონა, ნანუკა გულუა. ეს რა ფოირვერკი დამახვედრე. კაცი ქალების გულთამტყრობელი, კაცი მომღერალი, კაცი რეიტინგი, ჯგუფურსა სოლისტი, გიორგი წოწენიძე. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მინოტავრული ფეხი. ჩვენს ჰიტ შოუში დაიკავეთ თქვენი ტახტრევანი და ბოლოს ხალი ბროწეული,
ქალი ჯაზი, ქალი დიბიდი დაბიდი დაბ მარიკო ებრალიძე ჩემი ნიჭიერება. აბა სალამი. რა კარგია. სტუდიის შემოსასვლელში უნდა დამეწერა. ეგო დატოვეთ გარეთ. ასეთი ვარსკვლავური ოთხეული აქ ამბავს დაატრიალებს თქვენ ვერც წარმოიდგენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ისე მახარებს ასეთი დიდი ექსპრესია რომ გვაქვს დღეს. და რა იქნება წარმოვიდგენია. კარგი იქნება. მე ძალიან აზარტული ვარ და მაქსიმალურად ვეცდები რომ კარგად მოვიქცეთ თუ გამომივიდა. მოუთმელად ველით და ძალიან გვიხარია რომ თან პირველ გადაცემაში აბა ვიღებთ მონაწილეობას. ოღონდ იცი რა არის ხო კეთილი იყოს თქვენი ფეხი ერთი ვნახოთ როგორი ფეხი გექნებათ. მე კარგი. გადასარევი, მე მეც კარგი. ამოვადგეთ თქვენს ფეხებს. მას ასე აბა ალბათ ახლა გაინტერესებთ, როდის დავიწყებთ წესების ახსნა განმარტებას. პირველი რაუნდის წესები. აბა ეკრანზე ხედავთ ქულებს. თქვენ უნდა აირჩიოთ 100 ქულიანი, 200 ქულიანი, რაც გნებავთ, არ არის პრობლემა. და თითოეული ქულის მიღმა არის კატეგორია და გაიხსნება ეს კატეგორია სირთულეთ შესაბამისი. კი ბატონო, გავიგეთ. ახლა პირველი 100 ქულიანი კატეგორია მერაბ სეფაშვილი. აბა ლეგენდა აჟღერდება, სრული სიჩუმე, მოვისმინეთ. არჩილი გაიღიმე რა თქმა უნდა. ეხა წავიდა ჯიუკაობა. პირველი აკორდიდან. მე და დიდი მადლობა. პირველი გამარჯვებული, პირველი ლიდერი ვინ იქნებოდა თუ არა მზაკვარი მორიელი არჩილ სოლოღაშვილი. მას უკვე 100 ქულა აქვს ანგარიშზე და მე ვარ თუ რა ხდება? იცი რა არის შენ რაღაცნაირი ზანტი მორიელი ხარ. აღმოჩნდი, არა, ვაბრახუნებდი, მაგრამ ნუ აქ ძალიან საშიში კონკურენტები ხართ, დაუნდობელი. თავიდან უეთყობა. სამივე. შენ არ ითვლები ისე შეგიძლიათ სამ მორიელში ჩადგეთ და ჩაიფიქროთ სურვილი და ჩვენ გადავწყვეტ აგისრულდება არა, ხო, გააჩნია როგორ მოიქცევიან, კარგია. შემდეგ ქულას, როგორც გამარჯვებული, ირჩევს აჩიკო. კი ბატონო. მოდი ცოტა გავართულოთ. მოდი ცოტა გავართულოთ. იყოს ცოტა 200-იანი. აი რაღაცა მორიელური მაქსიმალიზმი დამაკლდა. 200-იანი კინომუსიკა. კი ბატონო, მოგზაურობთ კინოში. კიდე დაგვასწრო. ჩვენ წავალთ მაშინ და ითამაშე შენ დადექი. სიტყოდა ლერსი დილაო ჩახედე მეგობარს ვალეში ანუ კარგად ძანდებოდეს. არა არ შეგეშ მე ესე ვიცი ესე ვიწყებ ხოლმე და მე ვუშვებ შენგენ ნაცვალე ესე დავიწყებ გზას გაგიკვალავთ ულამაზესი ფეხებით და მე თელეთ აქ ყოველ წამს შეიძლება ისე შეიცვალოს სურათი რომ თავადაც თავს არ დაცემული ერთი 300 ქულიანი უნდა და დავეწე. ზოდიაქოთი რა ხარ ო ჯერ მითხარ? კიდე ქვეყნის სიმღერა რა ხდება? მეც ქალწული ვარ. მორიელები ქალწულების წინააღმდეგ ყურადღება სათამაშოდ ხართ მოსულები არჩილი ისევ ირჩევს მომდევნო ქულას კი ბატონო. აბა კიდე გაართულე მოდი 300-იანი გარისკენ არა ის 200-იანი იყო პირიქით მე ესე შუალედურად მირჩევნე ისე 200-იანი იყოს წარმოგიდგენია 200 ქულიანი კატეგორია კარგი და ნაღდი. ჰიპ-ჰოპი დამითმია მიდი
გაერთეთ. აი, დავით დაგვიჩვე რა რაღაც. იცი, ეგრეც ყურადღება. ნუ იტყვე. არ ვიცი რა იყო აბა დედასპიცავა. მინოტავრი გაგვიგე იყო და მე კი ვეღარ გავიგე. კაბუა აშკარად. ვინ არის? კაბუ. კაბუ არის. ამაღამ მე შენთან ხო, მიდე თუ ხო, რაღაცა ხო. იყო? აი მე ვერაფერი ვერ გავიგე. პრინციპში უნდა გახსოვდეს ეს ტრეკი. ძმები ხო გყავს? თუ არა? ძმა. ამას აი, ძმები მოგვაშენი. გყავს ამ სიმღერაში. ნიკოლ მოიცა. შოუ, ნიკოლ არა, შოუ. ერთი წამით. შავი პრინცის ძმები. აბა ძმები ვის ყავს მეტი ან გაცო? შავი პრინცის ძმები. ეგრე. ეგა. დაეხმარა მორიელი ქალწულს. განუგას ერთი ასი ქუა შენია. მერე გამიყოთ. მერე გამიყოთ, მერე. მერე გაგვითავს. დააგროვე და მერე გაყოფა. მასასე გიორგი ძოწენიძემ პირველი 200 ქულა ჩაითვალა მორიელი ნანუკას დახმარებით. შენგენ ნაცვალოს ჩემი ისე ხო იცოდი ახლა ეს ტრეკი კი, არაცადე. მეორე უბრალოდ გეგონა რომ უცებ რაღაცა მართლა დაიჭერა. დამეხმარა, მართლა ვაღიარებ, ამიტომ რა ხან დამეხმარა, იმას ვერ გავუყოფ ქულას, მაგრამ თუ გინდა შენ თქვი 300-იანი გინდა თუ 200-იანი, დაგითმობ. აი. როგორი გალანტურობა იყო. დიდი მადლობა. 300-იანი. 300-იანი, ჩემი ნანუკა ნაკლებს არის კადრებს. კატეგორია 300-ის მიღმა. კაბარე. ო, მოვემზადეთ. მულენ რუში. აბარა! მე ვიყავი. აი ეგრე წავიდა. კალი ძაძა. ნანუკა გულუა, ბრავო. კიჩი. 300. იაია. კალი 300. კალი 300. გამზადებულ. კალი 300 სამასკულიანი. კილოც და სიტყვაც. ესეც კაბარეა? ჯერ არ ვიცით. კატეგორია შუაგული. შუაგული. ახლა ეს რას ნიშნავს? შუაგული ეს გახლავთ საღონიზიებო სივრცე თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე, სადაც 8 ერთმანეთის განსხვავებული სივრცეა. კი, ბატონო. ნამყოფები ხართ ალბათ კი, ყველა, კი, დახურული და კი, ღია დარბაზები. კი ბატონო. გულის ფორმის კუნძული, გოლფის მოედანი, ფოტოვენიუ და ეკოფერმა დაგვდება. თუ კი ჩახვალთ, მთავარია გახვიდეთ ქალაქი და შუაგული ეს არის ზღაპრული აღნიშვნის სამყარო. შუაგულის კატეგორიაში კი დღეს იმალება სასიყვარულო სიმღერა. ო, მარიკო. ქართული ალბათ, ხო? მარიკო, მომემზადეთ. ყველაფერზე მარიკოს. ბატონო, ვინი? მარიკო. აბა. დასიყვარულის დასტურა. რირარა. დაეხმარეთ. კოცნა მომწყვიტა ბაგიდან ხო, გულია. მართალია. მერე გულია მივსომზით. აი, ნუ რა არიცის გავაკეთე. სიმღერა და რატო ტენით? არიცის და რატო ტენით ხალხო? არიცის. ჩაუდეთ. გიული ჩოხელი პაემაზე. გიულიო. მაგრამ დღეს იმიანმა სიყვარულს მაზია.
ჩვეულებრივი ვერსიით სიმღერა პაემანი ლეგენდარული გიული ჩოხელის რეპერტუარიდან. ახლა მარიკო ირჩევს. ისევ იყოს 300 წავიდა. კატეგორია კლასიკა. ნახოთ. გამითიშეთ ჩიკოს ღილაკი. Madonna fuoco gocce ma si fu ბრავო და ბრავო კიდევ ერთხელ აჩიკოს ანგარიშზე უკვე 600 ქულა ფიქსირდება. არა და რაც 900 იქნებოდა. არჩილ აირჩიე ქულა. 300. აღარ არის არჩი. აღარ არის მოიწურა აღარ არის 300-იანი. 200 არა. მოდი 100-იანი იყოს და სამართლიანი. წამოვიწიოთ ზოწე. წამოვიწიოთ როგორ შენ 600 ხარ ამასობაში. მოკრძალებულად სპობს კონკურენტებს ხალხო გიждები. აი ეს კიდე სხვა სტრატეგია რა ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ პირდაპირ ვჟეჟავთ იქვე და ნახავთ. ეს რაღაცა ღიმილში განაგურეთ. კატეგორია ღამე დაღამდა დაიძინეთ მოისმინეთ. წავიდა. ან როგორ ვინ არის? არ ვიცი, ვერ ვიცი. ან როგორ ვინ არის? მართლა მე ვარ? მე დავაჭირე? ლელა წურწუმიას ხმა გავიგე. აბარა. მე კატეგორია ღამე. გინდა და ღამე კი იცი. სიტყვები არ ვიცი. უშენო ღამისი ჩუმე გაფანდე. ხო ვიმღერე რა გინდა? ეგ არის. აბა წავიდა მუსიკა. როგორ არის? როგორ არის? აი, როგორ ესეთი მქონდა? ბრავო. მადლობა. მე თან სტრატეგიებს ვაფიქსირებ. აჩიკოს სტრატეგია გავიგეთ. ღიმილით. მახჩობელა. მაიმუნად გაქცევს მისი კონკურენტი თუ აი ამ ქალის რა დავაფიქსირებ. მე ქალწული ვარ. ნახე. გაიგე და მორიელსაც გაიწიე, უნდა გაგაჯავ. მიდი. რომ დაიღლება დააჭერს უცებ. შემთხვევით აინთება და არ ვიცი, ძახის ხები მღერიან და ეთქლება მას. რანაირად ხდება ეგრე? 400 ქულა აქვს მარიკო. ოჩა. ბრავო. მარიკო აირჩიე ქულა. იყოს 100-იანი. 100-იანი, მოკრძალებული 100-იანი. იტალია. წავიდა. ჩემი ფელიჩიტა სიმღერები, წავიდა. ეხა ფელიჩიტა რო იყოს. არ არსებობს, ხალხო, კარგი. როგორც იქნა. როგორ დაგემართა, აჩიკო. აი და ესე მართლის. წავიდა. აჩვენე, როგორ არაფერს არ ვაჩვენებ. გაბრაზა. ძალიან გაბრაზებული. ესი არ არის აჩვენე. არ მაინტერესებს. ძალიან გაბრაზებული. ბოროტო. არ მაინტერესებს. ბოროტო. დარარარარარარა. სკოპია მისო. ქუსლებით შეყავ, ქუსლები. ესე იგი, დამამადლა, ქუსლებით ცეკვა, თან რაფაელაკარა. თან ცეკვა. მარიკო აგრძელებს. იყოს 100-იანი გეუბნებით გაუყვეთა. ეგო დატოვეთ სტუდიის მიღმა. ვნებათა ხელმა. მოკლედ უნდა პირდაპირ დავაჭირო. მეც ეგრევე უნდა მარიკო დავაჭირო. აირჩიე კატეგორია. 100-იანი იყოს, მიუყვეთ რა. 100-იანი ისე. გვაქვს კატეგორია ბოიბენდი. მოისმინოთ. ვაიმე. რაღა ეხლა დავასწარი ყველას ვერ აი გავიგეს. დიდას გაფიცებ. ახლა აი რამე გაიგე იყო სიტყვა. ფანფარები მარტო, ფანფარები სიტყვა მაინც გაიგე. რაღაცა. სამწუხაროდ ვერაფერი ვერ გავიგე. არე. მოდი ვიმსჯელოთ რა, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ, დავეხმაროთ ერთმანეთ. კიდევ ერთხელ ქართული ჩავწოთ. ქართული არის უეჭველი. ქართული რა გახსენდება?
ფორჩხიძე შეიძლება იყოს. მერე. სახე. სახე. ჰა? სახე. კაი რა მაგახა. იყო სახე, მე მგონი სახე ეგეთი იყო, ხმა. იმიტომ რომ მე როგორც მივხვდი სხვა ვერავინო. სხვა რა. აბარა, ეგ არის. სახეა, ხო? ოჩაგიო გიორგი ირჩევს 200-იანი. გიო 200-იანი, ხო მეტი რაღა დაგვჭა 100-იანი და კიდევ 200-იანი, კი ბატონო. ფოლკლორი. გაიწიეთ უკან, გაიწიეთ. კი, ნანუკა გამოდი. აბა. არა, ვერსად ვერ გავიწევი. გაწევის დრო მაკაცო. მოიცადე. მოიცა არ ყოფილა მუსიკა. არ მაინტერესებს. ესე ხო აჭერენ ესენი. მუსიკა არ ყოფილა გოგო ჯერ. რა იყო? თუ იყო იქნებოდა დაბადავიდა ვეხი არ დაგცე. არ იყო ხო? ოზე კიდე რა კარგად არის? მიდიოდი. ოზე კიდე რა არის? კიდე რა? ყველაფერი ოზე არის გოგო. აბა რომელი ო კიდე მითხარი? რავი. რამდენი ო არის? ნანუკა. სისატურა! არა გოგო, რა რა სისატურებს? გაკივლებს, ქალო. წამომაძახა მაპატიეთ. აიმე, სისატურას გარდა რა იქნებოდა? სახასიათო აშკარად იყო რაღაც. ეს არ იყო ჩელას მაგვარი. ოქოთომას არაო. ოსურს გირიქენკია. შეიძლება. ხო, მაგრამ 4 არ იწყება. მარამუ, ოსურსი შეიძლება. რამე დაგვიფიქსირე პასუხი. დიდო უნანა იყოს პასუხი. არა დიდო უნანა. დაფიქსირა დიდო უნანამ და გამოვიდეს სწორი პასუხი. ოტელია უნანა. არტიკოჩი ვაიმე. ეს როგორ არ უნდა გამომეცნო? ხო გიმღერეთ თან, ხო ვიმღე 10 გოჩი გუმორთუნა, ხო ვიმღე. არ ვიმღერეთ ჩვენ ეგ სიმღერა? შენ ახლა მე არ ვიცი, გაიყვანეთ მუსიკა. მე არ ვიცი როგორ შეგესწრება სამეგრელოში დღეიდან ამ შემიშვებენ ახლა დუმზე რომ ვერ და მე გამოვიცანი. ვიპოვე გამოსავალი ახლა აკაპელა წაიმღერეს ისა? არაჩვეულებრივი ფოლკლორული ნაწარმოები დაიწყე. მით არტიკოჩი კუმორტუდო. კარგი ხარ. ოსურს გირიგენკია. ოსურს მარაბუ ოსურს გალო გალო გაკეკენსია ოდა. ოდელარა ოდელია უნანა ოდა. ოდელარა ოდელია უნანა ოდა. ბრავო რადგან ნანუკამ ვერ გამოიცნო ეს კომპოზიცია მიუხედავად იმისა რომ არაჩვეულებრივად იმღერა ჩვენს ოთხეულთან ერთად ის გამოტოვებს ახლა სვლას და გადადის არჩევანი მარიკოზე ერთ სიმღერას გამოტოვებს მხოლოდ ნანუკა არ ინერვიულად არა დაისვენე უშავს ისე არ დავდგებით რა. თუგენა მოდი ჩემთან არა აქ ვიქნები. მანდ ნუეტენები რატო ჩემ მორიელს შევეტენო ერთი თამაში რა შეგიტევი. იყო? ანრი. წავიდა მარიკო ირჩევს 200-იანს ირჩევს მარიკომ და კატეგორია ხოჭოები ბიტლებიდან. აჩიკო In the yellow submarine ქვია Yellow სიმღერას. submarine კი. აბსოლუტურად მართალია იგი Yellow submarine, yellow submarine, yellow submarine. We all live in a yellow submarine, yellow submarine, yellow submarine.
აღარც გეკითხები 100 ქულიანი ერთადერთი კი ბატონო. კატეგორია გამონაცდება ახლა და ეს არის სიყვარული. სიყვარული რა დაგიმალოთ და მიყვარხარ მეც ძალიან. კი გიო ეგ ვერ არის გავიგე. ო ეგ ეგ არის ვიცი რომ იმღერე. მე იცი რომ მე შენი სიყვარული რული ეგ არის. მაშა ასე ვაჯამებ პირველ რაუნდს ლიდერობს ისევ არჩილ სოლოღაშვილი დიდი მადლობა. 800 ქულით მას მოყვება ჩემი მარიკო ებრალიძე მოკრძალებული 500 ქულით და ჩემი მინოტავრი გიორგი ძოწენიძე 400 ქულით მესამე ადგილზე მყარად გას ხოლო ნანუკა გულუას არ შეესრულება სამეგრელოში მე წავა. მე ასად არ 300 ქულით მივდივარ. 300 ქულით მეოთხე მიდივარ. ადგილზე რჩები ჩები ხო? და ჩვენი გადავდივართ მეორე რაუნდში, რომელსაც ქვია ნოტების აუქციონი. აქ დიდი ამბავი გაიმართება. გადავედით მეორე რაუნდში, რომელსაც ქვია ნოტების აუქციონი. და მე გამომიცხადებია გახსნილად აუქციონი, სადაც ერთმანეთს დაჭამენ. კარგი რა დაჭამენ. დაყრიან ჩემი ძვირფასი ოთხეული კარგი, რომ დასწრებაზე აღარ არის. ამბავი ატყდება. დაელოდეთ. მე ამ ყველაფერში დამეხმარება უმშვენიერესი თინუკამ. მადლობა თინ. მადლობა. ახლა თქვენ გაიყოფით წყვილებად. პირველი წყვილი არის მოდი ასე გავაკეთოთ აჩიკო და მარიკო. აი ვიცი. კი ბატონო. გაირითმა აჩიკო და მარიკო. აჩიკო და მარიკო. ანაბანასავით. მეორე წყვილი იქნება შესაბამისად ჩვენ გიორგი და ბოლო ნანუკამ. ადგილოსნები საწყლად მაშასე პირველი სიმღერის მინიშნება არსებობს შავი, წითელი, ყვითელი და თეთრიც კი. აბა მარიკო, დაიწყე. ვიწყებ ამ სიმღერის გამოცნობას, თუ შევეცდები 7 ნოტიდან. 7 ნოტიდან არჩილ. ამ სიმღერას ვეცდები რომ გამოვიცნო 5 ნოტიდან. პირდაპირ პირდაპირ 1 ხუთი ნოტი ჩამო. გამოტოვა. 5 ნოტი? აბა იცის რაღაცა და იმიტომ იმას. შეგიძლია დაუთმო, შეგიძლია და იყოს 4 ნოტი. იყოს 4. მე ვეცდები გამოვიცნო ეხა ეცდება და გამოიწვევს. დაუთმო. გადაგარჩინე ხალო თავი შევაცოდე. ერთი პირობით ვუთმობ, თუ არავინ არ ეხმარება. არა, ვერავინ ვერ დაეხმარება. სრული სიჩუმე სტუდიაში. დარარარა. მეცადე. ანუ წითელიც არის, თეთრიც არის, შავიც არის. 4 ნოტით თულია ძალიან. დარარარა. დარარარა, დარარარა. ამაზე მივდივარ. აი ყველა იქ წავედით ხო? დარარარა. ძალიან ლამაზ რაღაცაზე მიდიხარ, არ ვიცი რამდენად ახლოს არის. დარარარა. ეს არ ვიცი. სამწუხარო დრო ამოიწურა. ყურადღება არჩილ. თინუკა შენთვის დაუკრავს 8 ნოტს. და შენ 200 ქულაზე ითამაშებ. წესი იგივეა, სრული სიჩუმე. ეს ზღვა რომ შავია, დამნაშავეა, დამნაშავე მდინარის. სწორი პასუხი. ყურადღება კიდე ორი სიმღერა გაქვს წინ ამის გარდა. ყურადღება მინიშნება ორი მეგობარი ქალის სიმღერა. ღმერთმანი. ვეცდები რომ გამოვიცნო 7 ნოტიდან. იყოს 5 ნოტიდან. იყოს 5 ნოტიდან. ამანაც მე 6-ზე გამოტოვა თუ რა. რატო ჩამოყავარ ეხლა? რა გინდა? აჩიკო 4-დან. 4-დან. შანსი არა, ძალიან ცოტა არის 4.
მე ვეცდები 4 ნოტიდან გამოვიცნო ეს სიმღერა 2 მეგობარი ქალის სიმღერა მე ვეცდები რომ გამოვიცნო არ ვიცი შეიძლება ვერ კი, ბატონო, 4 ნოტიდან გამოიცნოს. ეცდება გამოიცნოს აბა თინუკა რა საინტერესო ეხა მე მოვკვდები აქ სიცილით დაიწყე და აბა ჩიკო ისევ მინიშნება თუ გიშველი სარჩენკრა სერია თორე ნოტი არის. მინიშნებით გავრისკე ლალი ტოტიკაშვილი თამუნა თამუნა ამონაშვილი ამონაშვილი. ნუ ეხა ეგ არის? სამწუხაროდ ეგ სიმღერა არ არის შენ ჩემო ძვირფასო გამოვიცნობ? მარიამ 8 ნოტში უნდა მოახერხო ამ სიმღერის გამოცნობა ისე თინუკა მეცინება ხა 8 ნოტი რომ უნდა დავუკრავ. დაუკრა და მე მგონი იგივეა ანუ 8 ნოტი ერთი და იგივეა? ვიცი რომელიცა რა მითხარი არ გეტყვი აუ იცით რომ აი ეს არის ანდრი შენ არ უკარნახო მაგ პირობით არა მე ხა მოძრაობით მივხვდი მე თქვი გიკარნახე მეტი მალადეც გასი მოდი ახლა თუ მოდი ხარ აი გოგო კარგია. ბრავო რა ვქნა რა რანაირად ვერაფერს ვერ იზამ ოჩა კარგია, ყაჩიკო კარგია. არაფერს ნარიკო არაფერს არაფერს კარგი მეგობარი მყავ ხარ შემდეგი სიმღერის მინიშნება ჩემი საქართველო აქ არის ამერიკულად აბა მარიკო იწყებს ვაჭრობას დაიწყე იყოს 3 ნოტიდან რას აკეთებ 1 ნოტი უნდა დაგეწყო კაი რა. ვერ შეედავები გენიალური სტრატეგია იყო მადლობა არჩილ 1 ნოტი აიღე ჯორჯია მეტი არც მომდის ჯორჯია. ალაგეც ჯორჯია მარიკო მიდი ჯორჯია რა თქვი ეგრევე ნოტი თუ ნაგე? კი ბატონო არა და შენი შესასრულებელი იყო ხო და შეასრულოს მე ხო შეგისრულე ხო ბრავო არჩილს თელი გულით ვულოცა 400 ქულა მიითვალა მეორე დუეტის ჟერია გიორგი ძოწენიძე უიეს ნანუკა გულუა კრამერის წინააღმდეგ ნანუკა იწყებს ვაჭრობას გიო და პირველი სიმღერის მინიშნება ყურადღება ქართული სატრფიალო ცეკვა გამოვიცანი დაიწყე ვაჭრობა არინერულო თაქვა მე ამ სიმღერას გამოვიცნობ 7 ნოტიდან 7 მე ამ სიმღერას გამოვიცნობ 6 ნოტიდან. 6 მე გამოვიცნობ ამ სიმღერას 5 ნოტიდან მე გამოვიცნობ ამ სიმღერას 4 ნოტიდან. იცი როგორი აზარტული ვარ შეგაკოდები ეხლა და ვერც გამოვიცნობ არ გამოვიცნო ეს ვიყოფილა რა აღარ იცნო 4 ნოტი დაუთმეთ ვერ დამუთმობ 3-დან გამოვიცნობ მე ამ სიმღერას კარგი ვაიმე ხო აკორდი ეხლა დდდანდან 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 აი გითმობ 3 ნოტიდან აბა ოპა დრანდან ერე დრანდან დრანდან დდდანდან ყურადღებითი ხარ ყურადღებითი ხარ ეგ სატრფიალო ცეკვა არ არის ხალო დაბრუნდი ტრიბუნასა დდდანდან დდდანდან სატრფიალო ნახე სატრფიალო აი რა არის სატრფიალო ფიქსირებ რამე პასუხს ან გადადის სვლა გიორგი ძოწენიძეს არ სტაში ბიჭო გიორგუნა არავითარ შემთხვევაში გიორგი შენ ახლა 6 ნოტში უნდა შეძლო ქართული სატრფიალო ცეკვის ამოცნობა სრული ფრაზა გამოდის აბა რა თქმა უნდა შეგინაც სალაში აი ეს აჭარული რა. გავიგე
რა აჭარული? აჭარული სატრფიალო. აჭარული სატრფიალო სიმღერა. რა ვიცი, ეს განდაგანა. ეს განდაგანა. განდაგანა ამდენ ხანს რატომ მალოდინეთ? რა ვქნათ? აბა დასხეთ ერთი. ჩემები მოდიან. წავიდა. აბა, ნახავერი. წავიდა. აბა, წამოდი. არ ვიცი აჭარული ცეკვა. აჭარაში არ შემესწრება ამ ცეკვით. აი მე რომ აცეკვებ რა. მე რავი და მე კიდე. ბრავო! გიორგი ძალიან მიიცვალა სასიამოვნოა. 200 კულა გილოცავ. არაფერი შეთვის მე არ მენანება ამ ახლა დღემდე. ვაჭრობას იწყებს გიორგი და მინიშნება ეკრანზე ნახვამდის მშვენიერო. კარგად იყავი. სულ კარგად ზამთარ. მე ამ სიმღერას გამოვიცნობ 7 ნოტიდან. მე შევეცდები ეს სიმღერა გამოვიცნო 6 ნოტიდან. გიორგი? გამოიცანი. აუდე გარგეთქვა. მე მგონი რომ არ არის რთული. ნახვამდის თუ ის მშვენიერო. არის. ფაქტობრივად გაჩუქა ეს კულა. მართლა? ესე აბა თინუკა პირდაპირ. ფრაზა გვაქვს ხელში? ფრაზაც გვაქვს და ყველაფერიც გვაქვს. აბა წავიდა ყურადღება. Goodbye my lover, goodbye my friend. You have been the one, you have been the one. Goodbye my love, goodbye. ან თუნდაც ეგ. არა, ფერის არ გამოვა შენგან. სულა გადავიდა გიორგიზე, რომელიც ახლა ეხლა პირდაპირ რომ გამოვიცნო და 400 კულას ნოტების რაოდენობით გამოიცნობს და ალბათ 200 კულას მიიწვლის ანგარიშზე. თინუკა? Bella ciao, bella ciao, bella ciao, 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 Martina, Marina, bella ciao, bella ciao, bella ciao, 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 Martina, la 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 la. Sei un muoio, va 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 va. Oh partigiano, una via. Oh bella ciao, bella ciao, bella ciao, 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 partigiano. La 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 მოშლილი კარგი. ბელა ჩაოს გარდა ყველანაირად დავემშვიდობეთ. ახლა ვაჭრობას იწყებს ნანუკა, ეს არის გადამწყვეტი ბოლო სიმღერა თქვენი შერკინებისა. გთხოვთ ეკრანზე მინიშნება. სიმღერა იმერელ მწერზე. იმერელ მწერზე სიმღერა კი უნდა ვიცოდე. პირველად მესმის რომ წერებს რამე კუთხური კუთვნილება აქვთ. ნანუკა. მე ამ სიმღერას როგორც ჩანს ვერ გამოვიცნობ ვერასოდეს. 7 ნოტიდან გამოვიცნობ. გიორგი. გიორგი. კაი, მე გამოვიცნობ 6 ნოტიდან. 6 ნოტიდან. რა არის რო დათმე ახლა? გარისკენ მოდი 5-ზე. მოდი. არა, ვერ გავრისკა. კაი, 5-ით გამოვიცნობ. დაუთმე. დამითმე. დათმობილია. წავიდა. დედა გო არ მომკლა მეთქი არ მომასმენინე და არ მომკლა მეთქი ნინო არ მომკლა მეთქი ეს ორივე ფეხი რომ დავყერდა აბა სპალინაში მომისმინე გადაშენების პირასა აი მელოდიაც დამავიწყდა უკვე რამხელა ამბავი მოტეატე რა გამიწყდა გოგო თვითუ რა ვქნა იმერელ მწერზე იმერელ კაი ნანუკა ხა ნანუკა იმერელი მწერი სხვა შორის მაგმწერს უგავარ დღეს ციცინათელა რა თქმა უნდა მითვალა 200 კულა ციცინათელა Shema
ლაჯამები მეორე რაუნდს ლიდერობას ართმობს არჩილ მორიელ სოლოგაშვილი 1400 ქულით. შემდეგ გიორგი ძოწენიძე მეორე ადგილზე ინაცვლებს 800 ქულით, ხოლო 700 ქულით ძვირფასი მარიკო და ნანუკა მოშრიალებენ მესამე კარაოკე რაუნდში. გადავედით მესამე რაუნდში, რომელსაც ქვია კარაოკე. აბა ხართ კარაოკეს მომხმარებელი? აი საერთოდ არა. არასოდეს. ამათ რა თუნდაც კარაოკე და მე კი ვარ მომხმარებელი. ამათ არ უნდათ. მე მარტო კარაოკეს მომხმარებელი. კარგად მღერი ხოლმე? ჩემთვის გადასარევად მღერი. პირველი თამაშს იწყებს, ვინ იწყებს. მოდი ნანუკამ დაიწყოს, რადგან გამოცდილი კარაოკე ვაიმე, არა ქალია. ვარ გამოცდილი. მოიცა, უნდა აგიხსნა ნელ-ნელა. აბა, დრო და დრო, გზა და გზა. აბა. ახლა გამოვა ორი კატეგორია ეკრანზე. ეს არის უცნობი და თვარე, რომელიც გინდა აირჩიო. იყოს უცნობი. უცნობის რეპერტუარიდან გაჟღერდება სიმღერა 3, 2, 1 წავიდა. იმღერეთ მაინც შევთან ერთად. დილით ადრე ხასიათზე წამოვდექი. მეგონა რომ ცხოვრებაში გამოვდექი. მეგოს დავადექი. იმან მითხრა რა მინდა და შეთან ერთად ყოფნა მინდა. მოფერება ალერსი და კოცნა მინდა. ერთი წამი. ალერსი და კოცნა მინდაო, კი. რა დააფიქსირეთ, გაიმეორე? მოფერება ალერსი და კოცნა მინდაო. მოფერება ალერსი და კოცნა მინდა. ეს არის შენი ტექსტი. რამეს ხო არ შეცვლი? არა. აბაინე. არ ცვლი? მოფერება ალერსი და არაფერს არ შეცვლა, ვიცი რა შევცვალო. ერთი სიტყვის შეცვლის შეგიძლია არ შეცვალო. არ ვიცი, სხვა ვერსიაც არა მაქვს. ვერსიაც არ მაქვსო, დავტოვეთ, მოვისმინოთ სწორი მე პასუხი. მგონი რომ სწორია. მოფერება ალერსი და კოცნა მინდა. ხოჩა. ჩარარარა. დავიჯერო არ მინდა. ნანუკა გულوار რომელსაც იმედის ნასახი არ ქონდა რომ კარაოკეში რამეს გააკეთებდა არც კი დაფიქრდა ისე ჩაბრჭყრიალა და ჩაჩუქურთმა ტექსტი ხოჩა და მან დაიმსახურა კარაოკე რაუნდში მისი კუთვნილი 500 ქულა. ბრავო. ხოჩა ნანუკ. ბრავო ნანუკ. გითხარით კარგად აქ დაწვილი თქო. სიმშვიდე, ახლა მოусმინოთ კონკურენტები რას იზამენ. მარიკო. ვერაფერსაც ვერ იზამს. გაჩერდი. როგორ ვერა, შენი კუთვნილი კატეგორიებია მოდის. ქავერი და ლელა წურწუმია. ვაიმე, მეთო ჩემო. ქავერი შეიძლება იყოს ინგლისური, ხო? რა თქმა უნდა. მოდი იყოს ლელა წურწუმია. კი ბატონო, ვირჩევთ ლელა წურწუმიას. მაშასე მოვისმინოთ. აუ, შორს ვერ ხედავ, იქნებ გაადიდოთ წარწერა. მინუსი ხარ? კი, ვარ და ასტიგმატიზმი გადი შემდეგზე აქედან. სანამ სტუმარიმოვა მოთხოვეთ რა ოფთალმოლოგთან ვიზიტი. აი, ძმაო. კარგად ხედავ ახლა კი, დავიჯერე. ძალიან კარგად ხედავ. ანუ ფორმა 100-ით მოვიწვიეთ ხოლმე რა. შემდეგზე ფორმა 100-ით მოვდივარ. ჩემი თვალებით უყურებ ახლა კი, ჩემო სიხარულო, აბა ვნახოთ. 6 სიტყვის დაზუსტება და გამოცნობა გიწევს, ამიტომ ყურადღებით ეკრანს. 6 რატომ ირჩულებ ეგრე საქმე? ლა რაღაც მიდი. წავიდა სიმღერა. აზრზე არა ვარ. იცი. ეს სიმღერა. არ არის ეგ სიმღერა. მე ქუჩას მიუყვები. აჰა, მე ქუჩას არ არის. დროგასულა როგორ მალესებდას ვეღარ გამემალეშო გაყვები ფიქრებშო აზრზე არა ვარ. ჩამოწება ისევ ღამეც იტევს უძლებს
ვერდი რამეს დრო არისტის აზე ახალ ქუჩას მივუყვები ეგ არის აქ ხო გახსოვს ხალე ქუჩას მივუყვები წმინდა სევდა მე მატება შენზე დღეს ვერს უყვები იცი როგორ მენატრება ციმციმებენ ვარსკვლავები ციმციმებენ ვარსკვლავები მერე მოიცადე ციმციმებენ ვარს მე აღარ მიმღერია აღარ გიმღერია დამიბრუნე სათვალე ციმციმებენ ვარსკვლავები მოიცადე ციმციმებენ ვარსკვლავები შენსკენ სამაგზებს გავყვები არ ვიცი დავეძებ არ ვიცი წავყვები ციმციმებენ ვარსკვლავები შენსკენ სამაგზებს დავეძებ გავყვები დავეძებ ეგრეა მეც ესე მახსოვს არ კარნახობთ არავინ ვაფიქსირებთ ტაბლოზე დედა ციმციმებენ ვარსკვლავების შენსკენ სავალზებს დავეძებ არა ეს არ გავიმარჯვეს ახლა მოვისმინოთ რამეს ხო არ ვერაფერს ვერ შეცვლი შევცვლი ფიზიკურად არ მახსოვს აი ძალიან ისე იმღერე და ინტუიტიურად ფიზიკურად რაღა არ გახსოვს ეხა არა, ფიზიკა ნუ. შეიძლება მეც არ მახსოვდეს მაგრამ იმღერე 1 2 3 4 5 6 სიტყვა გახსოვს აშკარად ციმციმებენ ისე ვერ ვარსკვლავები შენსკენ სამაგზებს დავეძებ ხო მე რატომღაც გაჩვენე. მეც დამხვები არ იქნება მარიკო დავეძებ ტოვებ ამ ვერსიას უცვლი კი ეგ არის ტოვებს არა მოვისმინოთ სიმღერის ორიგინალი ციმციმებენ ვარსკვლავები შენსკენ სამაგზებს დავეძებ გასულა ისე მალე აი ეს რა ყოფილიყო გამო დაბროდი მივულოცოთ მარიკომაც ჰაირიც ხალხასიკულა მადლობა და ახლა სიჩუმე დგება გიორგი მინოტავრ ძოწენიძის ჯერიმ და გიორგი ყურადღება შენი კუთვნილი კატეგორია სიყვარული და პაპარაცი მე ვეჭობ გიორგის პაპარაცი ჯგუფი ხო? რჩევს ჯგუფი პაპარაცი იყოს სიყვარულზე უარი თქვი არა პაპარაცის სიმღერები რაღაც კარგად ვიცოდი კარგით კი ბატონო ირჩევს ჯგუფ პაპარაცის რეპერტუარს და გაუშვით სიმღერას სიჩუმე სრული სიჩუმე დაჯარიმდებით შენ უნდა გამოიცნო ეხლა თუ დამავიწყდა ის ზუსტად ის სიტყვა მე ნახე არ დაგავიწყდება აქა ვართ ვარსკვლავები და ცისარტყელა მზედა მხარე მღერის ყველა ამ სიმღერას მღერის ყველა ბრავო დაფიქსირებულია ეგ არის. ამ სიმღერას მღერის ყველა შენ ასე იმღერე კი რამეს ხომ არ შეცვლი მაინც გადაამოწმე არა ეგ ტაბლოზე არის ზუსტად ვიცი დარწმუნებული ვარ მოვისმინოთ სწორი პასუხი და მე მგონი ეს ის შემთხვევა არის რომ რა თქმა უნდა მღერის ყველა გამიმღერეთ შეგვიძლია გაგანდება დაგანდება მზე ამოვა ზე ამოვა გაგანდება ჯვარე მოვა ამ სიმღერით შორს გავბრინდები
ასარევი. ყოჩაგიო. დაგვრჩა ლიდერი. ნახოთ რა სიზამს ლიდერი. არა და ჯერჯერობით ყველა სიმღერა ვიცოდი. ნახოთ აჩიკოს კუთვნილი კატეგორიები. დედა. ნოსტალგია და მგზავრები. ოპა. ღმერთმანი. გზავრების რეპერტუარი კი ვიცი კარგად, მაგრამ ძალიან ბევრი ტექსტია და შეიძლება გავიშარო. განსაკუთრებით თუ ცოტა ახალი დაწერილი სიმღერებია. აბსოლუტურად გეთანხმები. ამიტომ მოდი ნოსტალგია. იყოს ნოსტალგია. აჩიკო ირჩევს ნოსტალგიას. ყურადღებამ. აჩიკო 6 სიტყვა გაქვს გამოსაცნობი. აბავია რა. ნუ აი გიორგის გაუმართლა. ყურადღებით ვუსმენთ აჩიკოსთვის განკუთვნილ კარაოკე სიმღერას კატეგორიიდან ნოსტალგია. სახეს ნუ მალავ, აჩო. ნუ მოყვეს თუ ბლავ იცი რა გინდოდა. ნუ მოყვეს თუ ძალიან არ გინდა მოსვლა. ვიცი რომ დელიან ჩემი თვალები. აჩიკო. ვიცი ღერიან შენი თვალები და არა ტვინში ვაწყობ სიტყვებს. ვიცი რომ ისევ მღერიან შენი თვალები. ვიცი რომ ისევ მელიან შენი თვალები. ან მელიან, ან გელიან, ან მღერიან, ან ვიცი რომ მელიან შენი თვალები. ან ორი ვარიანტია, შეიძლება იმის თვალები ელიან ამას, ან შეიძლება ამის თვალები ელიან იმას. ვიცი რომ ისევ მელიან შენი თვალები. ამიტომ რომ გულია რომ ის სწორად ეუბნებოდა. მაგას ეუბნებოდი მეც რა. მოდი აბა ერთი წამი რა. მოდი აბა გავიდეთ. აბა დაბზანდი რა. მოდი დამიჯექი. იგივე შეეუბნებოდი. მანამდე აჩიკო მოიფიქრებს. მოდი აქეთ დამიჯექი. 1 2 და ოი შეგედა. ვიცი რომ მაინც გელიან შენი თვალები. ვიცი რომ მაინც გელიან რა არის ახლა ეს რა ტინა შენი დადება. თვალები. რა სქუია მაშინ არ არის კაცო შენ გაქვს ლოგიკური. ერთი სიტყვის შეცვლის უფლება. რაგათ ერთი თუ იცვლება, მეორეც იცვლება. მე მგონი უნდა შეცვალო ერთი სიტყვა. რა აი ხა აქამდე და ამის გამო გამომაცალე. გაჩერდი. არჩილ. ხალხო გამართული წინადადება ქართული არ არის, რაზე მელაპარაკები. მოდი შევცვლი რა, შევცვლი შენის მაგივრად იყოს ჩემი რა. ო, ეგრე მაინც შეიძლება. ვიცი რომ მაინც გელიან ჩემი თვალები, გრამატიკულად მაინც დავაწყე წინადადები. გელიან ჩემი თვალები, კი ბატონო. ვიცი რომ მაინც გელიან ჩემი თვალები. მოდი ესე იყოს რა. კი. ეს არის ვერსია, ვნახოთ პასუხი, რა ვიცვალეთ. მოდი შენკენაც ცვალ. ვიცი რომ მაინც გელიან ჩემი თვალები. თან რთული ადგილი იყო, ძალიან ურთულესი ადგილი იყო. ახლა რაც შეეხება თქვენს ქულებს, ნუ აჩიკომ, ნუ ყველაზე რთული გზა გაიარა, მინდა რომ ძალიან რთული იყო, ეს კარაოკე აღმოჩნდა ყველაზე რთული. და ის ართმობს ლიდერობას მას 1900 ქულა აქვს ანგარიშზე. მეორე ადგილზე არის გიორგი ძოწენიძე 1300 ქულით, ხოლო მარიკო და ნანუკა 1200 ქულით. მოეშურებით შემდეგ მეოთხე რაუნდში. მანამდე კი ჩვენ გვყავს განსაკუთრებული სტუმარი, ჩვენი მეგობარი, არაჩვეულებრივი მომღერალი ანანოს ხილაძე. შენი მე შენთვის ვღერი და მაინც გელი და სიზმრად მოდიხარ და უცებ დღეები ჩვენი მე მახსოვს ყველაფერი სადა ხარ მიყვარხარ შენ ახარ ოცნება ჩემი გედახი მიყვარხარ სადა ხარ სადახარ მიყვარხარ შენ ახარ ოცნება ჩემი გედახი მიყვარხარ სადახარ
მადლობებს შენ სიყვარული მასწავლე და წაყვეთი დატოვებს სიზმრად მოდიხარ და უცებ ხები მე ვისევერი და მაინც აგენი არ გესმის და ხილი ჩუმი გეძახის გული და ჩემი სიყვარული დიდი მადლობა ასეთი საოცარი ენერგიული შესრულებისთვის. ბრავო! მადლობა თქვენ ესე თანავარსკვლავედში რომ მე მინდა გითხრათ რომ ანანო ჩვენი უკვე ისეთი მეგობარია გამოცდილი და მინდა გითხრათ რომ ხშირად იქნება ჩვენს ბენდს ხშირად შემოუერთდება და არ მოგვაწყენს ასეთი ენერგიული თავბრუდახვევი Tell Image და Productions ამ არაჩვეულებრივ აი საოცარ უბრწყიალეს გადაცემას და ძალიან მიხარია რომ შემოვიდნენ ხოლმე. მადლობა. ყოჩაღანა. მადლობა თქვენ. დიდებული ენერგია. ჩვენ კი გადავდივართ მეოთხე რაუნდში. გადავედით მეოთხე რაუნდში, რომელსაც ჰქვია სიტყვების დუელი. წარმოგიდგენიათ? ახლა რაში მდგომარეობს თქვენი დავალება? ყოველ თქვენგანს განკუთვნილი ექნება 45 წამი. ეკრანზე გამოჩნდება სიტყვა. ამ სიტყვაზე უნდა წაიმღეროთ სიმღერა. არ აქვს მნიშვნელობა ქართული იქნება უცხოური. სადაც ნახსენებია ეს სიტყვა ან წარმოება. თამაში დასრებაზე არ არის, თამაში არის მონაცვლეობაზე. ჯერ ერთი, მერე მეორე. კი ბატონო. და თამაშს პირველი დაიწყებს ნანუკა. მე დაგტოვებ, ბურთიც თქვენია, მოედანიც, მაგრამ ამ ბრჭყიალა სტუდიას, ეს ბრჭყიალა სტუდია მაინც არ მეთმობა. დროებით. ვაიმე, არჩილი და ნანუკა. ქუთაისო, ჩემო, ქუთაისო. აბაშენებს ახს ნიას დიასამიძე. თავისუფლება ისე არ მოდის. ფიფქები იცვივა და ფიფქები. მე ის პატარა ნაგადული ვარ. გაზაფხული მოვა, გაზაფხულია ზეთმოვას იმედი. საფხულია ცხელა. ციდან გამოვიქეცი ღრუბელია შემდეგი. ეჩენი გაშვარება ნისლებს და შემდეგი თბილისო შენ გიმღერი შენ სიყვარულში დავიღლე. კაცი ვარ და ქუდი მხურავს ნარადიდიდიდი. ნუში? აყვავდება როცა ნუში ჩამიგარი ისე გულში. წითელი ფეხსაცმელები თუ ბასანოჩკები. არის ეგ სიმღერა. დრო-დროზე ჩხარა მიკრის. შავი უჩა. შავი პრინცის ძმები თუ ქართული გინდა. ხიდი დინარე ხიდის ქვეშ და დუმდა თითქოს. მადლობა. კარგი იყავი, რა კარნა ხოთიაჩიკო რატო ტრატო ახმიქვი. გაიმარჯვა ნანუკამ. 7 გამოიცნო ნანუკამ 6 არჩილმა. ახლა კი ნახოთ რას იზამენ გიორგი და მარიკო სტუდიაში. წესებს გავეცანით, დავეციეთ, თქვენთვისაც იგივეა. გასაგებია. თქვენ შემთხვევაში ახლა თამაშს იწყებს მარიკო. ვაიმე გული, ვაიმე. წარმატებები მისურვებია და მეგტოვებთ. გული ძალიან აჩქარებული. მარიკო. ბატონო, დამშვიდი. გიორგი. წავიდა. არ დაწმო. არ ინერვიულო. მე შენთან ვარ. რაიო? თმა შემდეგი არ ვიცი.
ღიმილი მაჩუკე ღიმილი მაჩ ცეცხლი მომედება მე მაინც მოვა ყვაღელავს ხმა მაიღე ფანდურო ამამავალო ზისთვინა მოვა მაისი შენკია ხელი შემომხვიე წელზე თეთრი დღე შავი დღე ქუჩა ალუბლებს კარი თეთრად პენტავს სევდა ვაიმე შემდეგი ვაიმე 64 რაო პაწაწინა 64 ხო ფოთოლიტირი აუ რა ადვილი მე ზღაპრის ბოლო კეთილია წამი შემდეგი ხო თუ გინდა გაიგო რამე და გაბოლო უნდა თითი მაშასე ამ დუელში აი მე ძალიან ვინერვული გამარჯვებულია მინოტავრი გიორგი ახლა ჩვენ ვიხილავთ ლიდერების შერკინებას მოვემზადეთ ნანუკა და გიორგი თამაშს იწყებს ნანუკა მას შენზე ნაკლები ქულა აქვს გიორგი წარმატება მისურვებია გითმობთ რამხელა აზარტია გული მაგ აი აქ თავი შემდეგი წყალი წობიხინოს დავლებს წყალსალა გზა და მილოცე გული ისევ შენზე მღეროდა სად მივყავართ მატარებლის ლიანდა მუხა შემდეგი მუხაზე რა გული მუხათაო არაგვი მუხა მერჩივნა დაბრუნე არაგვი მოკრის მონანეს არაგვი არ ვიცი შემდეგი სახეს ნუ მალავ ნანანანი სიყვარულის განდაკანა მოყოლით მეც ვიცი მიწა მოგეჩვენება არ ვიცი რაღაცა მიწა წყალი ჩვენი ქვეყნის მიწა წყალი შემდეგი გოგო რა დაგემართა მიწაზე მითხარი სიმღერა მიმღერე ესე იგი ნანუკა გაჩერე დედა მიწა ჩაუდივა ახალი სიმღერების შექმნა სადაგზა ხო გითხარით რომ ამაში მაქვს თქო უდიდესი ნიჭი თქო მაინც კარგი მოსასმენი და საყურებელი იყო მაშასე ამ რაუნდის გამარჯვებული გახდა გიორგი ძოწენიძე გილოცავ დიდი მადლობა ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის დაემატა 1200 ქულა და ჯამში აქვს 2500 ახლა სტუდიაში ვიხმობ დანარჩენ ორ მონაწილესაც მარიკო და არჩილი ახლა ყურადღება მე ჩამოვთვლი თქვენს ქულებს ყავს ახალი ლიდერი გიორგი ძოწენიძე 2500 ქულით მას მოხვება არჩილ სოლოღაშვილი 1900 ქულით ვაუ მესამე ადგილზეა ნანუკა გულუ 1800 ქულით მიწაწყალზე სიმღერებს რომ წელს და მეოთხე ადგილზეა 1200 ქულით მარიკო ებრალიძე რაც იმას ნიშნავს რომ ქალბატონებს მადლობას ვუხდით თამაშისთვის და ვემშვიდობებით და ვახსენებთ სტუდიიდან ბიჭებთან ერთად არჩილთან და გიორგისთან ერთად გადავდივართ ფინალში ოღონდ ეს ყველაფერი რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ ეთერში ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰიტ შოუ ბრუნდება ფინალური რაუნდით და ჩვენ გვყავს ორი სრულიად ფანტასტიკური ფინალისტი გიორგი ძოწენიძე 2500 ქულით და შეუდარებელი აჩიკო სოლოღაშვილი 1900 ქულით.
მეკულების გარეშე. ამ რაუნდში მოისმენთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შეცვლილ ძალიან ცნობილ ჰიტებს, ოღონდ შეცვლილი იქნება მუსიკა, გასაგები. მაგრამ ტექსტი ძალიან ნაცნობი. ყველაფერი დასწრებაზეა, როგორც წესი და რიგია. ვინც დაასწრებს, იქვე უნდა წაგვიღიღინოთ ორიგინალი სიმღერა, გიორგი. ავთენტურობა უნდა დადგინდეს. ამიტომ არ დაიბნეთ და რაც თავარი, ამიტომაც ვთქვი, ჯერ არაფერი დამთავრებულა, ჯერ ისევ ბუნდოვანია გამარჯვებული სურათი. ამ რაუნდში თითოეული სიმღერა 1000 ქულით ფასდება. უიდეთ. და სულ გაჟღერდება ჯამში 7 სიმღერა. გავიქ. და ალბათ ისიც გაინტერესებთ, ამდენი რატომ იშრომეთ და გაისარჯეთ. რა იქნება პრიზი? მე უკვე ვახსენე შუაგული, რომელიც არის საღონიზიებო სივრცე თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე, სადაც 8 ერთმანეთისგან განსხვავებული სივრცე, დახურული და ღია დარბაზები, გულის ფორმის კუნძულები, მინიგოლფის მოედანი, ფოტოვენიუ და ეკოფარმა დაგხვდებათ. შუაგული, ზღაპრული აღნიშნეს სამყარო და სწორედ შუაგულმა გამარჯვებულისთვის დააწესა 2 ღამე კახეთში 5 ვარსკვლავიან სასტუმროში და ასევე შუაგულმა 1000 ლარიანი ვაუჩერი. მას ასე ვიწყებთ ფინალურ შერკინებას პანტერასა და მინოტავრს შორის. რამდენი ხანი ველოდია მომენტს. პირველი სიმღერა AI-ის ეგრეთ წოდებული ხელოვნური ინტელექტის მიერ შეთითქმელ მოფიქრებული რაღაც გენერირებული. ნახოთ, მეც ძალიან მაინტერესებს რა შემოგთავაზებს. აბაჰო. ტექსტი უცვლელი. ვერაგისრულე აბა ვერაგისრულე რასაც დაგპირდი ისევ მოვედი შენთან. შენთან, ანუ ეგ არის ვითომ? მოვისმინოთ სწორი პასუხი. ვერაგისრულე რასაც დაგპირდი პირველი 1000 ქულა პანტერას ერგო, აჩიკო პანტერაშვილი და წამებში ლიდერი შეიცვალა 2900 ქულა აქვს მას ანგარიშზე. მეორე სიმღერის დროა. მიდი გიო, მიდი. აბა ახლა გიორგისკენ ვა. ხან შეზგენ ხები, ხან შეზგენ. რაღაც კარგად დაიწყო. შენამ გულის ლერწა მითხარით რომ ეს იყო. შენ მომასწარი კიდე აჩიკომ და შენაგულის ლერწა მიხარ ხანუმჯან. ნახოთ სწორი პასუხი. შენაგულის ლერწა მიხარ ხანუმჯან და აჩიკო გაფრინდა 3900 ქულით. მაგრამ მე ახლა უკვე პირდაპირ გიორგის მხარეს ვარ. გიორგი ჯერ არ გაკეთდა. სიმღერა წინ. არ გითხრა. არ დანებდე გიორგი, კიდევ 5 სიმღერა. მესამე სიმღერის გაჟღერების დროა ყურადღება. ოპა. It's close to midnight. Something evil lurking in the dark. თავს მოიკლავს თეთრი გედი ამაღა. თეთრი რაში არ დაიდგა. ბიჭო, ქართული სიტყვა იყო, საერთოდ ვერ გავიგე. არ არის ქართული სიტყვა, არ იყო ქართული სიტყვა. არ იყო ქართული სიმღერა. Something's gonna need it. შენ ახლა მელოდია გაგნებს, გიო? ტექსტი რა იყო? თავიდან ჩამირთეთ. სამწუხაროდ ვერ ჩაგირთავთ. ვერსია არ გააქვს? რა მეთქვი? ვერც დაგეხმარები. ვერა ხო? კაი, არა უშო, შანსი ხო მაქვს კიდე, თუ აღარ არის? კი. ახლა კი, 1000-იანი. აჩიკოს ეძლევა შანსი.
იგივე სიმღერა ჩაირთვება, თუ გამოიცნობს, მას დაემატება 1000 ქულა. ვუსმენთ სიმღერას. აი ესეთი სიმღერაა, რა. It's close to midnight. Something evil lurking in the dark. Under the moonlight, you see a sight that almost stops your heart. You try to scream, but terror takes the sound before you make it. რა მაგრათა გაკეთებული თან. You start to freeze. ჯექსონია. მულაითია, ხო? აი, ბილი ჯინი, ბოდიში. დააჭირე. ტრილერი იყო. ტრილერი იყო. ჯექსონი რო იყო მივხვდი. მულაითი გავიგე კარგად. ეგ იყო. მაიკლ ჯექსონის ტრილერი, ვნახოთ. ეგ რო იყოს არჩილ მართლა გაღიარებ ძმაო. მას როგორი ღირსეული ნაბიჯია და ურთიერთობები მათ შორის. აჩიკოს 4900 ქულა აქვს, ჯერ კიდევ წინ არის დიდი შანსები გიო შენთვის. მაშასე მეოთხე სიმღერა AI-ის მიერ ნაწარმოები. თვითონ არ ვიცი ასე ეხლა მე ასპესო სიჩუმე მენატრება შენი ნაზიხმა თვითონ არ ვიცი ასე მგონია თვითონ არ ვიცი ასე მგონია ანუ რა იყო მენატრება შენი ნაზიხმა ეს სიმღერა მგონია ბოდიში თუ ეს არ არის კი მენატრება არ არის ეგ სიმღერა და ახლა გიორგის აქვს შანსი როგორც თვითონ არ ვიცი ასე იწყება გიორგისკენვა არიჩქარო აი აბა მოусვით ხო შემიძლია დიდი ხანი მოусვით იმდენად მარტივი სიმღერა აი ის მინდა ჩავაკლე იქ აი ხალე შემიძლია გიმღერო მარტივად გამოსაცნობია რატო იჩქარე ანრი რა გინდოდა მე რა შენ დააჭირე ყურადღებით ანუ ეს სიმღერა გიოსია უკვე თვითონ არ ვიცი ასე რა ხდება უსმინე სადაც კი ვნახავ ლამაზ მთაგორე სადაც ლამაზი მისაღებდა რომ მივა გამორთო და ვიმღეროთ დაბილი მისაღები ჩემ საქართველოს რატომ მაგონებს და მე არ მინდა სხვანეტარება და მე არ მინდა სხვანეტარება ბოლო წამამდე სხვა განვიყავი მართლა ბოლო წამამდე ვიყავი მაგრა დაჰკარი ახლაც ვერ გამოიცანი ეხლა როგორ არა შენგენაცვალე სანამ ჩაირთვებოდა მე მგონი მაინც იმაზრზე იყავი იქი ისე ვიქვიყავი და გიორგის სულოცავ მას უკვე ანგარიშზე 3500 ქულა აქვს და დგება ნელ-ნელა ვიწროვდება სამოსელი მეხუთე სიმღერა უნდა გაჟღერდეს როგორ არანჟებს რას მემდური ცარიელი ფიქრი რომელი ვიყავით გიორგი გისმენ გიორგიმ დაასწრო რას მემდური ცარიელი რას მემდური ცარიელი რას ბაიათი ხო არ არის რას ფიქრობ დააფიქსირე მე ვაგიფის ტკბილ ენაზე მღერი ვარ მე ვაგიფის ტკბილ ენაზე მღერი ვარ არ არის ეგ სიმღერა ახლა გადავიდა ჯერი აჩიკოზე როგორ არ მინდა ხან ერთი ვატრიო ხან მეორე აი შენ რო ითამაშე ჩართეთ სიმღერა მე გათრევ აი ჩამირთე და თუ არ მოვიგო ყველა სიმღერა
გრზზელი გული ვარ შენ სეზონში გადარ განადაკარგული ვარ სიმღერა ვარ საზანდარი სული ვარ კამანჩაზე სიმად გადაბმული ვარ რა მინდოდა რა ტყუილად მღეროდი რა მინდოდა რა ტყუილად არა ბოდიში ლელასთან რა მინდოდა რა ტყუილად მღეროდი რა იმა მელოდიას გავყევი ბოდიში რა მინდოდა რა ტყუილად მღეროდი ქვია სიმღერას თვითონ წაიმღერე მე გაიხსენე ტექსტი რომ ხო დად რა მინდოდა რა ტყუილად მღეროდი და სათქი ვარ გენიალური ნანი ბრეგვაძის შესრულებით გიორგი საბაძის სრულიად არაჩვეულებრივი სიმღერა შუაღამის სერენადა მაშასე მეექვსე სიმღერა AI-ის მიერ ნაწარმოებ მოჭხლართულ რაღაცა რა ვიცი აკი გააგიჟააგე დაახოცინა ერთმანეთში ფინალისტებს If you want my future, forget my past, yo. If you wanna get with me, Gio? Even wanna mean ტექსტი გახსოვს? Tracy Chapman-ის სიმღერა. Tracy Chapman. რომელი? არ არის სწორი. ხუჭო აბარა. გადავედით აჩიკოს ეძლევა შანსი. if you want my future, forget my past, yo. If you wanna get with me, better make it fast. Now don't go wasting my precious time. Get your act together. არ ვიცი არა და ვერ ხვდები რა სიმღერა. Just fine, yo. Yo, man. I'll tell you what I want, what I really, really want. So tell me what you want. What you really, really want. I wanna, Mini, Spice Girls. Mini, Ho? If you wanna be my lover. If you wanna be my lover, you gotta get with my friends. Make it last forever. Friendship never ends. If you wanna be my lover, you have got to give. Take it easy. Kocan, დასხე. აბა დადგა მეშვიდე სიმღერის ბოლო სიმღერის გაჟღერების დრო. Quai khoda gamcheniskan. მოგესმინე ერთ წინადადება რა. ტექსტი წამიმღერეთან ეგ არის რასაც მღერი. ბესო კალანდაძე. სიმღერა. დადიო და ერთი გოგო, ხო? დანაცილდებოდა და კი ბატონო, მოდიოდა თეთრი გოგო. ოღონდ ამას მღერის მერაბ სეფაშვილი. მე ბესო კალანდაძე მქონდა. მაშასე ჩვენ ყავს გამარჯვებული 6900 ქულით აჩიკო სოლოგაშვილი. გიორგის დიდი მადლობა არაჩვეულებრივი თამაშისთვის. დიდი მადლობა. აჩი, ვაღიარებ უძლიერესი ხარ ძმაო. ჩემო სიცოცხლე, დიდი მადლობა. აჩიკოს 1000-ლარიანი ვაუჩერი შუაგულიდან. და კახეთში ორკაციანი საქსური ნუსასთან ერთად. ჩვენ კი ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. ერთ კვირაში ისევ ამ გრანდიოზული სტუდიიდან მოგესალმებათ ჰიტ შოუ.